საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ჩაიარა 9 მაისმა და ტრადიციულად ამ დღეს ისტერიკების გარეშე არ ჩაუვლია მიმართა საქართველოში განსაკუთრებით ქართველების ხელით უნდა მოხდეს ეგ ყველაფერი. ახალი ბოდვა შემოთხარეს. 9 მაისიო ევროპის დღე არისო და არ ვიცი რა გამანდა მაინც 9 მაისია. ტები ვინც არიან, დიდი ან პატარიანად ერთ ისტერიკაში ავარდნენ და არის ახლა ეს civilკივილი და ატეხილობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ლანძღავენ ზოგი სტალინს ლანძღავს, ზოგი ასე, ზოგი ისე და მინდა ახლა ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ მანამდე მინდა შევეხო სულ ორი სიტყვით იმ პარადს, რომელი პარადიც ჩატარდა მოსკოვში, სადაც მეც ვეუბნებოდი, რომ მოუწოდებდი ქოცისტანს პრეზიდენტს, რომ ჩასულიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა. მაგისტრატიამაც სადა აქვს და არის რა ერთი კუკუნი, რომ თურმე იქო ახლაო აფხაზები და ოსები იყვნენო და იქო როგორ ჩავიდოდენო. კი, მაგრამ მე გაგახსენებ თქვენ შარშანდელ პერიოდს, როდესაც შარშან 9 მაისს არც ოსებიდან და არც აფხაზებიდან არავინ არ მიუწვევიათ. და დატოვეს სივრცე რუსებმა იმისთვის, რომ ქართველებთან დიალოგი დაწყებულიყო, რომ 1 წლის შემდეგ ქართული მხარე ყოფილიყო იქ წარმოდგენილი, მაგრამ ამათმა უმოქმედობამ, ამათმა უუნარობამ ესე იგი მიიყვანა ყველაფერი იქამდე, რაზეც მიიყვანა და გამოდიან ახლა და პუტინის გვერდით როგორ დადგება ვინმე და აი ასე და აი ისე და გამოჩნდნენ ხალხი, მათ შორის ევროპიდან, იგივე სერბების ლიდერი ვუჩიჩი, იგივე სლოვაკეთის, რომლებსაც მართალია საჰაერო სივრცეები დაუხურეს, მაგრამ შემოვლითი გზით მაინც ჩავიდნენ და არა მარტო ესენი 27 ქვეყნის წარმომადგენელი იყო და სხვათა შორის რა მინდა იცი უთხრა ამ დებილებს, აი განსაკუთრებით დებილებს, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აი ჩინეთის არმია იყო იქ პარადზე და იყო ასევე აზერბაიჯანის ჯარი, 13 ქვეყნის ჯარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის ორი სტრატეგიული პარტნიორი. ხო? აზერბაიჯანი, რო კითხო ქოცებს და რო კითხო ნაცებსაც სტრატეგიული პარტნიორია და ჩინეთი. არათუ მონაწილეობდნენ, მათი ჯარისკაცებიც კი მონაწილეობდნენ ამ პარადში. ახლა გამოდით თქვენ და დაუწყეთ ამ ხალხს ძახილი დიქტატორი, დაუწყეთ ესა რა ქვია 1000 სიბინძურეების და ტალახის სროლა როგორც გჩვევიათ. ერთი წუთი შემოძმაო რა, ერთი წუთი მაცალე. მე რას ვლაპარაკობ და შენ რას პასუხობ? არ ვამბობ მე მაგას. და ვინმეს არ უთქვია, რომ აქ ქართული ჯარი ჩასულიყო და ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართულ ჯარს გაივლო იქ წითელ მოედანზე. ამაზე არ იყო საუბარი. აქ იყო საუბარი, რომ დაწყებულიყო 1 წლის მანძილზე დიალოგი, რომ ახლა ყოფილიყო წარმოდგენილი და ვიღაცასთან კი არა ეს ქართველების დიდი გამარჯვება არის. და ქართველებმა უნდა მიიღონ თუ სიმართლე გაინტერესებს საერთოდ ეს პარადი. რატო უნდა მიიღონ? კიდე ერთხელ ვამბობ, სტალინი დროშის ამწევიც იყო და ესა რაიხსტაგზე დროშის ამწევიც ქართველი იყო და სარდალიც ქართველი იყო და ქართველებს აქვს უამრავი გმირობა, თავდადება ჩადენილი მეორე მსოფლიო ომში და სისხლითაა ქართველების სისხლითაა მორწყული იქაობა. და ამაშია საქმე. და აი ამ ქვეყნების ჯარები, რომლებიც იქ მონაწილეობდნენ ამ აღლუმში სოფლიოში ყველაზე დიდი არმია გააჩნია ჩინეთს, 10 მილიონი ყავს. ხო. ჩრდილოეთ კორეა კბილებამდეა შეიარაღებული 2 მილიონიანი მოქმედი არმია ყავს. რო დაჭირდეს კიდე 15 მილიონს გამოიყვანს. ძალიან კაციანად ყველა რუსეთის არმია. აღარა მაქვს უკვე ყაზახეთზე, ბელარუსიაზე და ამ ქვეყნებზე ლაპარაკი. ფაქტია, რომ სამყარო მართლა გაყოფილია ორ ბანაკად. ორ ბანაკათაა გაყოფილი და ამ ორ ბანაკში
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ძალების დაპირისპირება, რომელიც ერთ მხარეს ატარებს აღლუმს და მეორე მხარეს ატარებს აღლუმს, წარმოუდგენელიცაა. წარმოუდგენელიცაა ახლა ჩინურ, ჩრდილოკორეულ და რუსულ არმიას წინ დაუდგეს ის გაშიგევროპულებული, რა ქვია, შენაერთები, თუ ვინმე სიმართლე აინტერესებს, დღესდღეობით ევროპის მიმართულებაზე ყველაზე შეიარაღებული და ყველაზე ძლიერი არმია და გამოცდილი არმია ყავს უკრაინას. უკრაინას, რომელიც რა თქმა უნდა დასავლეთის დაფინანსებით შეიქმნა, დასავლეთის იარაღით შეიქმნა და ამიტომ უკრაინას ინარჩუნებენ როგორც ბუფერს და ფორპოსტს, რომელიც ამათი ჭკუით დაიცავს ევროპას რუსეთისგან. მეტი არა, ჩემი დამაწყევარი. ფაქტია, ამ ურბანაკად არის გაყოფილი სოფლიო და ჩვენ ერთ ბანაკში თუ არა ვართ აქეთ მხარის, მაშინ მეორე ბანაკშიც ნუ ვიქნებით. იმიტომ რომ არმია ან არის მოკავშირე, ან არის მტერი. ასია ეს. პარალელურად რომ ნატოს წვრთნებს ატარებთ აქ საქართველოში და ჩუმად ვითომ გაყურსულად, მაგრამ მაინც აკეთებთ და იმ ნატოს და იმ ამერიკას კიდი ხართ მაგრად ერთ ადგილზე, ეს კიდე რაზე მეტყველებს? კიდე გასაგებია. მით უმეტეს, როცა დასავლეთი თქვენ მთავრობას არ აღიარებს. მოკლედ, ამაზე აღარ მინდა საუბარი, ვრცელი თემა არის უკრაინაზე, მე ვისაუბროთ. ახლა მით უმეტეს საუბარი არის რაღაცა ცეცხლის შეწყვეტაზე, ამაზე არ მინდა დღეს საუბარი. უბრალოდ მინდა საუბარი იმ დებილიზმზე, რომელიც დებილიზმიც არის გაბატონებული საქართველოში, ამაში ჩართული არიან პროფესორები, რო კითხო, ამაში ჩართული არიან საგამომცემლო ორგანიზაციები, მაგალითად კვირის პალიტრა და ამათი ნაბუდავის მთავარი არსი არის ის, რომ თურმე მაქსიმალურად მოხდეს რამენაირად დაკნინება და შეურაცხყოფა და სტალინის და ქართველების როლის საერთოდ და აი მინდა უბრალოდ სასაცილო არის ხალხო, აი ესეთ სასაცილო ეს ახლა ვინმე ჩემი მოგონილი ხო არა ესა კვირის პალიტრის გამომცემლობა, რომელიც 9 მაისის დღეებში აქვეყნებს აი ესეთ სიბინძურეს, რომ თურმე სტალინი და ბერია ნარკოტიკით ვაჭრობდნენ თურმე. და ვიღაც ისო რა ქვია, შალვა წერეთლის ჩანაწერებში არისო. ესე იგი თურმე თბილისში ფონიჭანის კლანი თურმე ბერიას და სტალინის შექმნილი ყოფილა. ბიჭო, რა არ წამიკითხია, რა სიბინძური არ წამიკითხია, რა არ გამიგია, მაგრამ ახლა სტალინის და ბერიას ბარიგობა ნახდათ არ მქონდა გაგონილი სიმართლე გითხრათ. მე ასეთი დებილიზმი ნახდათ არ შემხვედრია არსად. მაგრამ აი დასაშვებია თურმე და ამას ბეჭდავს ოფიციალური გამომცემლობა. ამით უწამლავენ ტვინს ახალგაზრდებს და ზოგიერთი შტერი, რომელსაც წიგნი არაა გადაშლილი, გეტყვის, რომ სტალინი ბარიგა იყო. გამახსენდა, არ ვიცი, გრიშაუნიანის ეს ანეკდოტი იყო თუ მართალი ამბავი იყო, სტალინსო დააბრალესო, ესო სტალინიო თურმეო ნარკომანი იყო. პლანს ეწეოდაო. და კი მარაო, მე ვკითხეო, არ გამიგიაო სტალინზეო, მარაო პლანს ეწეოდაო და ასეთი რაღაცებიო, მართლა არ გამიგიაო და. როგორ უარაო, კაცო, აიო მე ფილმსაცო უყურეო, სადაც ესეთი რაღაცა ეწერაო, რომ ისო რა ქვია, ესეთი მომენტი იყო გამოსახულიო, რომ ყალიონით ხელშიო გადმოფერფლაო, თუთუნი კი არა, პლანიო და ასე თქვაო, რომ მე პლან რაკასოვსკავა ბოლენ ნრავიცაო. ჩემ პლან ჟუკოვაო და აბაო იგივე პლანი ქონდაო, არ ქონდა ალბათ ჩაყრილიო და სხვა პლანი ჩაუყარესო და არ მოეწონაო და წინა პლანიო უფრო მოწონდაო. აი ამ დონეზე, როდესაც ხდება სტალინის სამშობლოში, სტალინის ფენომენის შესწავლა, როდესაც ამ დონეზე ხდება სტალინის და ბერიას 8 წლის ამაგის დაფასება და მხოლოდ ისტერიკა, რომ თურმე ჯალათები იყვნენ და ქვეყანას აქცევდნენ და ასე შემდეგ, რაზე უნდა ილაპარაკო ასე დადებილებულ, ასე დეგენერატებულ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება არის ნიჟე პლინტუსაო, რუსებმა იციან 0-ს ქვევით დასული აზროვნებით. და თუ უბრალოდ შენ თქვი,
შენ უბრალოდ თუ თქვი რომ ეს ასე არ ყოფილა, შენ უკვე სტალინისტი ხარ, შენ უკვე ბნელი ხარ, შენ უკვე რუსეთუმე ხარ და ასე შემდეგ რა. და შემთხვევით სოციალურ ქსელში გადავაწყდი ვიღაცა ეს თურმე პროფესორი ყოფილა. და გამიჩნდა სურვილი პასუხი გამეცა, იქაც დაუწერე კომენტარებში, მაგრამ პასუხი გამეცა მაინც ამ, რა ვიცი, ამ დებილისთვის ვიღაცა კახა კვაშალავა თუ კვესელავა თუ კვაშალავა არ ვიცი რა, პროფესორი ყოფილა რა. იქ როგორც ეწერა და ქონდა ასეთი აი პოსტი გამოქვეყნებული, კაცი რომელიც თურმე ცხოვრებაში არც ერთ სამხედრო ოპერაციაში არ მიუღია მონაწილეობა, მხოლოდ ფოსტას ძარცვავდა, კაც თურმე რომელსაც არანაირი სამხედრო განათლება არ ჰქონდა, არანაირი რუკის კითხვაც არ იცოდა, როგორც თურმე ამას ამბობდნენ მერე ხრუშჩოვის და ამათი პოლიტიკური ელიტა, თურმეო ყველაზე დიდი სტრატეგიო როგორ აღმოჩნდაო, სისულელიაო ეს ყველაფერიო, მოვაო დროო და მეორე მსოფლიო ომის ისტორიასო სხვანაირად დაწერენ, რომ ჩვენი გმირი წინაპრების თავდადების ამბები იქნებაო და ეს ყალბი პიროვნებაზეო ზედმეტი არისო საუბარიო, აი სტალინზე. ახლა მე მინდა უბრალოდ აი ამ დებილს აქედან უპასუხო, მე კომენტარებშიც დაუწერე იქ, მაგრამ ბევრი მიმდევარი ყავს და საკმაოდ დიდი მრევლია და პროფესორია, ახლა ეს არის პროფესორი რო გითხო. კი, მართალია, სტალინს არ ჰქონდა სამხედრო განათლება, კი, მართალია, სტალინს არ ჰქონდა სამხედრო ხელმძღვანელობა და მსგავსი რაღაცები, რასაც ქვია კლასიკური სამხედროს ამბავი, მაგრამ არც უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, სხვათა შორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და ატესტატი არ მიცეს და მუდმივად არ აკურთხეს. მეტი განათლება არ ჰქონდა, კაც, 2 კლასის განათლება ჰქონდა. ხო. და დიპლომი არ ჰქონდა სხვათა შორის. მართალი. მაგრამ ომი მოიგო. თან ომი ისეთი ომი კი არა, 5 დღე და 6 დღე რო გრძელდება. ომი რომელიც 5 წელიწადი მიმდინარეობდა. და მსოფლიოს ბედი შეცვალა. აი ახლა ამ დებილს მე მინდა უთხრა და მის მიმდევრებს მინდა უთხრა. ბოლოსკენ თურქმესხებზე მინდა ორი სიტყვის თქმა და მანამდე უბრალოდ რო არ დამავიწყდეს ამას ვეთქვი. ბიჭო, პროფესორ, მომისმინე იმ პერიოდის საფრანგეთს მართავდა გამოცდილი სამხედრო პოლიტიკური ელიტა. მათ შორის მარშალ პეტენიც, რომლებიც იყვნენ პირველ მსოფლიო ომში გამობრძვედილი გენერლები და სამხედროები. პარიზი 8 დღეში დაეცა და საფრანგეთი 40 დღეში ჩაბარდა. 53-ში მთლიანად უკვე სრულად კაპიტულირებული იყო, ოკუპირებული იყო. დანია, რომელიც ერთ-ერთი დიდი კოლონიზატორი იყო და გრენლანდიას ფლობდა, 6 საათში ჩაბარდა გერმანიას, დანია, რომელსაც სტალინი არ მართავდა. ჰოლანდია, რომელიც უზარმაზარი კოლონიზატორი იყო და 2.100.000 კვადრატკილომეტრს აკონტროლებდა. დაპყრობითი ომებით და კოლონიებით. 5 დღეში ჩაბარდა სტალინს რაღა იმას, ჰიტლერს. ხო, აღარა მაქვს ახლა საუბარი მე ბელგიაზე, აღარა მაქვს საუბარი ლუქსემბურგზე, აღარა მაქვს საუბარი უნგრეთზე და ამათზე და ამ რუმინეთზე და ამ ქვეყნებზე, რომლებიც მე მოკავშირეებიც იყვნენ სტალინს რაღა გერმანიის. ერთადერთი ქვეყანა, ვინც იომმა, ესენი იყვნენ პოლონელები ევროპაში. და შეგაიდეთ მამიშვილო, თუ ამნაირი გოუნათლებელი და თუ ამნაირი დებილი იყო სტალინი და ეგენი თუ ამნაირი გენიოსები იყვნენ, რატო ვერ გაუნკვალავდნენ ჰიტლერს? 53 დღეზე მეტ ხანს სტალინგრადში, ქალაქში, სტალინგრადის ბრძოლებში არსებობდა ესეთი ახლაცაა შემორჩენილი მუზეუმად. სერჟანტი პავლოვის სახელობის სახლი. მათ შორის 2 ქართველი და 1 აფხაზი იცავდა ამ სახლს. და სტალინგრადში ისეთი ბრძოლები იყო, ევროპას არ დაელანდებოდა, იმიტომ რომ ჯარისკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა გრძელდებოდა მხოლოდ 15 წუთი. 15 წუთი იყო ჯარისკაცის ხანგრძლივობა სიცოცხლის ბრძოლებში. ერთი რიგით ჯარისკაცის საშუალოდ რო გამოთვალეს, იმდენი იყო დანაკარგი იმ დროში.
ხო და რაც მთელმა ევროპამ გაძლო თავისი გამობრძმედილი გენერლებით, თავისი უძლეველი არმიით, უახლესი შეიარაღებით და ასე შემდეგ. იმაზე მეტი გაძლო სერჟანტი პავლოვის სახლმა. 43 დღე თუ 45 დღე. და ახლაცაა ლეგენდა შემორჩენილი ეს სახლი სტალინგრადის იმაში რა ქვია. ვოლგოგრადი ქვია, ახლა მალე დაარქმევენ ალბათ სტალინგრადს. ცენტრში. ამიტომ ასეთი დებილი არ უნდა იყო, რომ კაც პროფესორი გერქვას და ელემენტარული განსჯის უნარი არ ქონდეს. გასაგებია, შეიძლება გეზიზღებოდეს, შეიძლება გძულდეს, სადაც ქართველებს სისხლში აქვს. საკუთარი დიდი პიროვნებების ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა, ერთმანეთის მტრობა ელემენტარული, აგერ ბექაურის ჭიდაობა შემხვდა სადღაც რომ აზერბაიჯანელ მეტოქესთან წააგო და კომენტარებში უნდა შესულიყავით. ჯიუდოს ფედერაცია აქვეყნებდა ამ ვიდეოს და უნდა გენახათ თქვენ ხალხი ქართველები როგორ აგინებდნენ და ლანძღავდნენ ბექაურს და როგორ უხაროდათ აზერბაიჯანელის გამარჯვება. ბიჭო, ის ხომ მაინც არ იყო სტალინი და ბერია. აი სისხლში აქვს ამ საზოგადოებას. მე იმ ქართველის დედას შევეცი, რომელსაც საქართველოს სახელით მოასპარეზე ადამიანის საქართველოს სახელით მოასპარეზე ადამიანის ქართველი იქნება, არა ქართველი იქნება, იმის წაგება გაუხარდება. რა უნდა ელაპარაკო ახლა ამ ხალხს? მათ შორის, სხვათა შორის, ერთმან მომწერა, პირადშიც მომწერა და მითხრა, რომ შენო არასწორად მსჯელობო, რას ქვიაო, კაცო, ამერიკამო და დასავლეთიო უარყოფილიყო რა, საეშველებოდაო, კაცო, ნორმანდიის ოპერაციაო, ჩატარდაო, მის მერეო ამეისუნთქაო იმან. ბიჭო, მოგწერე პასუხი და არ მინდა ახლა, მაგრამ ეს რას ნიშნავს, იცით? ეს ნიშნავს დაბალი განათლების დონეს. იმიტომ რომ აი ესეთი პროფესორების წაკითხული ისტორია გაქვთ თქვენ. ნორმანდიის დესანტი 1944 წელს განხორციელდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა განდევნა თავისი ტერიტორიიდან გერმანელები, შევიდა პოლონეთში და დაემუქრა ბერლინს. და ოპერაცია ბაგრატიონი რო არ განხორციელებულიყო, მაგშენი მედესანტეები კიდე იქ იჯდებოდნენ იმ ჩაკეტილ კუნძულზე. როგორც იჯდა ინგლისი 6 წელიწადი. ამიტომ რაღაცა წაიკითხეთ რა. და შენიანის ლანძღვას და გინებას და ფურთხებას არაფერი კაი არ მოაქვს. ეხლა რაც შეეხება თურქი მესხების თემას და საერთოდ აი სტალინის ირგვლივ მინდა ვისაუბრო ეს ორი სიტყვა. ხშირად მესმის, აი თურქი მესხები გაასახლა, ისინი გაასახლა. ერთმა კომენტარშიც დამიწერა, ჩვენ რო სტალინის ძეგლი დავდგათო, ჩეჩნებს და ინგუშებსო რა აუხსნათ. აი როგორ აუხსნათ ეს ყველაფერი. ეს ახლა საიდან მოდის, კარგად ვიცი, იმიტომ რომ სტალინგრადს როდესაც დაუპირეს და ეხლა დააპირეს ვოლგოგრადზე სტალინგრადის დარტყმა რო დააპირეს, ჩეჩნებმა ატეხეს ერთი ამბავი და დაუყუნდნენ და გასცეს იქ რუსმა ნაციონალისტებმა და სხვებმაც პასუხი, რომ ეს არის რუსეთი და ეს არ არის ჩეჩნეთი, გროზნოს არავინ უპირებს სახელის გადარქმევას და დარქმევას სტალინგრადის, რასაც ერქვა თავისი სახელი უნდა დაუბრუნდეს და ეს არავის საქმე არა. ჩეჩნები იქნებიან თუ ინგუშები იქნებიან და არავისთან არ არიან ჩეჩნები და ინგუშები ვალდებულები თავის იმაში, რა ქვია, გროზნოში მინუტკის მოედანს რას დაარქმევენ და ვის ძეგლს დადგამენ და რა იქნება და როგორ იქნება. ეს მათი საქმეა და ჩვენ ქვეყანაში რასაც დავდგამთ, ეგ არ ეხება არავის. ხლა შეეხება იმ დეპორტაციებს, რომლებიც განხორციელდა ჩეჩნების, ინგუშების და თურქი მესხების მიმართებაში. ახლა თუ თურქი მესხების მიმართებაზე მაქვს მე საუბარი. არ შევჩერდები ახლა ჩეჩნებთან დაკავშირებით და ინგუშებთან დაკავშირებით ერთი რაღაცა ნათელია ყველა რასაც ამბობს, რომ ჩეჩნები ცდილობდნენ თავისუფლება მოეპოვებიათ, ამიტომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ ომებში, რომელიც მიდიოდა სამამულო ომის პერიოდში და პირიქით ისინი ჰიტლერის არმიას თეთრი ცხენით ელოდებოდნენ, რომ ჩეჩნეთი დამოუკიდებელი გამხდარიყო და ამისთვის გამოეყენებიათ გერმანული შემოსევა.
და იყვნენ ჩრდილო კავკასიური ბატალიონები სხვათა შორის ვერმახტის შემადგენლობაში და იყო ქართული ბატალიონებიც მათ შორის რომელსაც გენერალი მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა. შალვა მაღლაკელიძე, რომელიც შემდეგ გერმანიაში მიუნხენში ეს ომის დამთავრების შემდეგ მოიტაცეს კგბ-ს აგენტურამ და ჩამოიყვანეს თბილისში. ხო, ეხლა რაც შეეხება აი ამ საკითხს. ბიჭო, თურქი მესხების საკითხი როგორ მოხდა? ძალიან კარგად ვიცი ეგ თემა. ძალიან კარგად ვიცი და უშუალოდ იმ ადამიანებიდან ვიცი სხვათა შორის რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. ბავშვი ვიყავი, აი მონაყოლი მახსოვს მაგ თემასთან დაკავშირებით. ეს 90-იან წლებში მე მინდა ვთქვა, რომ ხუინდრავას და იმის რა ქვია, ლანა ღოღობერძის და შევარდნაძის და ამათი წყალობით საქართველოს აიღო ვალდებულება, რომ საქართველოში ჩამოსახლებულიყვნენ თურქი მესხები. და ამ თემასთან დაკავშირებით იყო, ჩემ ოჯახშიც იყო დიალოგი, წონებული მამაჩემი და მისი სამეგობრო განიხილავდნენ ამ საკითხს და მახსოვს მე უშუალოდ იმ ადამიანების, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საკითხში და იყო შემდეგნაირად. ესე იგი, თურქეთი, რომელიც ვითომ და არ მონაწილეობდა ომში, არ მონაწილეობდა, სინამდვილეში იყო გერმანიის საიდუმლო მოკავშირე. მას შემდეგ რაც გერმანული არმია მოადგა კავკასიას და კავკასიონზე მიდიოდა ბრძოლები, ძირითადად ჩრდილო კავკასიაში სვანეთის უღელტეხილებზე გადმოსასვლელად აფხაზეთის მიმართულებაზე ერთი სოფელი დაკავებულიც ჰქონდათ. მაშინ თურქეთმა საბჭოთა კავშირის საზღვართან განალაგა მილიონიანი არმია თურქული. თუმცა ბრძოლებში არ მიუღია მონაწილეობა. განალაგა და იყო მზადყოფნაში. თურქი გენერლები ელოდებოდნენ თუ კი სტალინგრადის ბრძოლას გადატეხავდნენ გერმანელები და ამით მოწყვეტდნენ სამხრეთის მიმართულებას, კავკასიას და ასე რომ ვთქვათ, სტავროპოლის მხარეს, ყუბანის მხარეს და ამ მხარეს მოწყვეტდნენ, რომელიც ძირითადი მომარაგების, განსაკუთრებით ნავთობის მომარაგების ცენტრი იყო საბჭოთა არმიისთვის. საბჭოთა არმიის დღეები იქნებოდა დათვლილი და თურქეთი შემოიჭრებოდა საქართველოში. მაგრამ სტალინგრადის ბრძოლის მარცხის შემდეგ თურქებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავიანთი ბატალიონების გაყვანა უკან. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ჩაუვარდათ ის გეგმა, რომელი გეგმაც საქართველოს ტერიტორიის დაკავებას ისახავდა მიზნად. ჯერ ომი არ იყო კიდე დამთავრებული, უკვე 54 წელი იყო, როდესაც გადევნეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან გერმანელები. სტალინის და ბერიას ბრძანებით მესხეთ ჯავახეთში თურქ მესხებს დაურიგდათ ესეთი ბლანკები. ბლანკები, რომლებშიც იყო ჩაწერილი შემდეგი რამ. შეავსეთ თქვენი სამშობლო, რომელი სამშობლოა, თქვენი ეროვნება რა ეროვნების ბრძანდებით და აღსარებლობა და ესე შემდეგ. ყველამ შეავსო ეს ბლანკები, იქნა დარიგებული. როგორც კი გადამოწმდა ეს ბლანკები, ვისაც ჰქონდა ჩაწერილი ბლანკში, რომ ის იყო ეროვნებით თურქი და მისი სამშობლო იყო თურქეთი, აბსოლუტურად ყველას უკლებლივ, ქალიან, კაციან, დიდიან, პატარიანად მოკიდეს ხელი, ჩასვეს მატარებლებში და გააქანეს იქ, სადაც თურქეთის სამშობლოა. ალტაის მხარე, შუა აზია და ამ ადგილებში ფერგანის და იმის დაბლობებზე დაასახლეს და გადაასახლეს. ეს ხალხი იყვნენ ჩვეულებრივი
თურქული მეხუთე კოლონა საქართველოში სტალინის გეგმით, როდესაც მორჩებოდა ომი გერმანიასთან, თურქეთი უნდა დასჯილიყო ამ საქციელისთვის და ტერიტორიული პრეტენზიები იყო საქართველოს და სომხეთის ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნა იყო წაყენებული და ზურგში არ ჭირდებოდა მას მტერი, რომელი მტერიც თავის თავს თვლიდა ოსმალეთის იმპერიის ნაწილად. ესენი იყვნენ თურქი მესხები. ამიტომ იქნა ისინი გაყრილი და გადასახლებული. გაკეთდა უდიდესი ეროვნული საქმე. უდიდესი ეროვნული საქმე სხვა ბევრ ამასთან ერთად. ახლა რაც შეეხება 90-იან წლებს. 90-იან წლებს, როდესაც ეს მოღალატე შევარდნაძე ჩამოეთრია მოსკოვიდან და რა თურმე ბედნიერები ვიყვნენ და რა დიდი პოლიტიკოსი ყავდა მაშინ რომ საქართველოს მიიღეს გაეროში. გაეროში სადაც ეს ჩვენი პროფესორი, მასწავლებლები ახლა ამნარი პროფესორი ყვერჩიტა რო იყო, აგერ იმას რო წერდა, ამნარი პროფესორები ბევრი იყვნენ, წითელი ინტელიგენცია, ტაშს რო უკრავდნენ. მაშინ დასავლეთმა მოთხოვა საქართველოს, რომ თუ საქართველოს უნდა ევროსაბჭოში გაწევრიანება და დასავლური კურსის შენარჩუნება, მათ უნდა აიღოთ საქართველოს უნდა აიღო ვალდებულება, რომ თურქი მესხები, რომლებიც თავის დროზე გაასახლა სტალინმა, უნდა დაბრუნებულიყო ისტორიულ სამშობლოში. და მაშინ მიიღებდნენ საქართველოს ევროსაბჭოში. მაშინ ცხონებული გურამ შარაძე ამ ყველაფრის მიმართ ხმალამოღებული იბრძოდა და ამიტომ ამოდეს მიწაში. ახლაც მახსოვს, ღიად ამბობდა და ხელს ადებდა. ეს იყო გოგა ხვინდრავა, პირველი პუჩისტი მოძალადე, მათხოვარი, მოღალატე, ეროვნული ხელისუფლების ტყუის მსროლელი და ბიძინა ივანიშვილის საყვარელი პოლიტიკოსი. ყველა დროს რო ერგებოდა, ყველა დროს, შევარდნაძის დროს რო იყო მორგებული, სააკაშვილის დროს რო იყო მორგებული და ახლა როა მორგებული და აფხაზეთში 1000 ბინძურით რო იყო დაკავებული და მანამდეც. გოგა ხვინდრავა და ლანა ღოღობერიძე. ტაბურეტკას ქალიშვილმა. ლანა ღოღობერიძის მამა იყო ცნობილი ჯალათი, ბოლშევიკების თავარი ჯალათი, რომელსაც კლიჩკად დაარქვეს ტაბურეტკა. იმიტომ ფიზიკურად იყო პატარა. და ვერ უმიზნებდა ადამიანს და ტაბურეტკას დაიდგამდა და ისე ესროდა და ისე კლავდა. ეს ბოზიშვილი ეს. ახლა რო გაევროპელებული რო. ამათმა ადგეს და საქართველოს აღებიეს ვალდებულება, რომ საქართველოს თურმე უნდა ადგეს და უნდა ჩამოასახლოს თურქი მესხები საქართველოში და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ხაზგასმით მინდა ერთი რაღაცა აღვნიშნო. ხაზგასმით? აი 50-იან წლებში, როდესაც ჩრდილო კავკასიიდან გასახლებული ჩეჩნების და ინგუშების დეპორტაცია იქნა შემოbrunებული და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ჩეჩნები და ინგუშები ხრუშჩოვის პერიოდში მაშინაც კი არავის არ მოსვლია თავში აზრად ის აზრი რომ თურქი მესხები დაბრუნებულიყვნენ ახალციხე ახალქალაქში და მესხე ჯავახეთში. ერთადერთი მიზანი, ერთადერთი მოტივი იყო ის, რომ ეს ხალხი ისევ და ისევ თვლიდნენ თავს თურქეთის განუყოფელ შვილებად და მათი დაბრუნება გამოიწვევდა კონფლიქტს, ისევ გაახლებულ კონფლიქტს, რომელ კონფლიქტშიც ნატოს წევრი თურქეთი, რომელიც პირდაპირ ესაზღვრებოდა საბჭოთა კავშირს და ესეთი იყო ორი მიმართულება. ერთი იყო ნორვეგიის პატარა კუთხე, სადაც ესაზღვრებოდა საბჭოთა კავშირს პირდაპირ ნატო და მეორე თურქეთი. სხვა მიმართულებაზე ეს ორი სამხედრო ბლოკი და ქვეყანა არ ესაზღვრებოდა ერთმანეთს. შექმნიდა უდიდეს პრობლემებს. და ზუსტად აქედან გამომდინარე თურქი მესხები დატოვეს ხრუშჩოვმაც კი
დატოვეს ფერგანის უდაბნოში. აი ეს იყო და ეს. ამიტომ უამრავი ეროვნული საქმე, რომელი ეროვნული საქმეც იქნა გაკეთებული ბერიას დროს, სტალინის დროს, რომლის გაგონება და გაგება ახლა დღევანდელ საქართველოში ეს ხალხი რო ყოფილიყო დარჩენილი, როგორც მოხდა 1921 წელს გამაჰმადიანებული ქართველების მეთაური ვინც იყო სერვერბეგ ჯაყელი, რომელიც გენერალ კვინიტაძეს და მაზნიაშვილს გააფთრებული ებრძოდა დაუკლარჯეთში და ახალციხე ახალქალაქში. ეს იყო იმ თურქი მესხების წინაპარი, რომელიც თურქი მესხებიც თავის თავს თვლიდნენ ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეებად და სხვათა შორის 1921 წლის ოკუპაციაში, თურქულ ოკუპაციაში ლომისწვლილი შეიტანეს ქართველებმა, მაგრამ გვარად და იმათ შემორჩენილმა გათურქებულმა ქართველებმა, ესეთი იყო სერვერბეგ ჯაყელი, რომელიც კისრის ტეხით გაყარა მაშინ გიორგი კვინიტაძემ ახალციხე ახალქალაქიდან და არდაღანიდან და დაუკლარჯეთიდან. აი მათი შთამომავლები და მათი ჯიში და ჯილაგი კიდე დააპირებდა საქართველოს მოწყვეტას, ახალციხე ახალქალაქის თურქეთთან შეერთებას. ხო, ამიტომ თუ ვინმე თulis რომ მისი სამშობლო არის თურქეთი, თუ ვინმე თulis რომ შეიძლება თulides რომ ის არაა ქართველი, მაგრამ საქართველოს მისი სამშობლოა. წავიდეს მაშინ იმ ქვეყანაში საცხოვრებლად, რომელი ქვეყანაც არის მისი სამშობლო. საქართველოს დაანებოს თავი. აი ასე მოხდა თურქი მესხების დეპორტაცია, რომლებსაც სხვათა შორის ძალიან აქტიურად ლობირებდა თავის დროზე სულეიმან დემირელი, თანსულ ჩილერი, შევარდნაძის მაგაცები. და რომლებსაც სხვათა შორის ერდოღანის, რომელმაც მოქალაქეობები მისცა და ეს თურქი მესხები უამრავი ჩასახლდა მერე თურქეთში. მე 2011 წელს თურქეთში ვიყავი და თურქ მესხებთან მქონდა იქ თურქეთის მოქალაქე თურქ მესხებთან საუბარი. ძალიან საშიში და საშინელი ხალხია. ძალიან. მათში 1 გრამი ქართული არაა დარჩენილი არაფერი. გვარები აქვთ ისე ქართული შენარჩუნებული, მაგრამ ისინი თვლიან, როგორც თვლიდნენ თავის დროზე გამაჰმადიანებული ჯაყელები, რომ ახალციხის საფაშო უნდა აღდგეს და ახალციხე როგორც ცალკე დამოუკიდებელ ერთეულად უნდა იყოს. აი ეს იყო. ქონია მე მაგ ხალხთან შეხება და მისაუბრია. ამიტომ თავის დროზე ეს ყველაფერი რაც იყო გაკეთებული, ეს იყო ყველაფერი სწორი. მადლობა სტალინს და ბერიას მაგ დიდი ეროვნული საქმის გაკეთებისთვის. ახლა რაც შეეხება ერთ რაღაცას მინდა კიდე მოუბრუნდე და მინდა უთხრა აქ უამრავი ის რო არის, რა ქვია. საპატრიარქოს მადიდებლები. მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ პატრიარქი იმ მდგომარეობაში იყოს ახლა. აი ამას წერდეს, რაც აქ არის დაწერილი. თურმე საპატრიარქო და ილია მეორე, თურმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და კანდიდატ ქვეყნებს და ამათ ულოცავს ევროპის დღეს და ასევე თურმე ულოცავს იმას, რა ქვია, ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ბიჭო, საერთოდ არ გამიკვირდება, რომ პატრიარქი მხარს უჭერდეს ამ უღმერთო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას, იმიტომ რომ მას ეს არაერთხელ აქვს ნათქვამი და გაცხადებული. ევროკავშირი ეს არის უღმერთო გაერთიანება, იმიტომ რომ უნდა გადაშალო კონსტიტუცია, 2007 წლის ლისაბონის კონსტიტუცია, რომელშიც არის შავი თეთრზე ჩაწერილი, რომ ევროკავშირში არანაირი სარწმუნოება და არანაირი ღმერთი და მსგავსი რამე არ არსებობს, ქრისტე კი კულტურული გადმონაშთია. ხო, ამას უჭერდა პატრიარქი მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მადლობას უხდიდა ევროკავშირს.
მე არ გამიკვირდება, რომ სიმართლე გითხრათ, ახლაც თუნდაც პატრიარქი იყოს ამ ყველაფრის მომხრე. არ გამიკვირდება. იმიტომ რომ ამ ადამიანს მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ყოველთვის მიაჩნდა სწორად ანტიეროვნული და ანტიქართული საქმეების მხარდაჭერა. ეს იქნებოდა ეროვნული ხელისუფლების დამხობა, ეს იქნებოდა შევარდნაძის წინაშე დაჩოქება ქართველი ერის მის რა ქვია ჯალათებზე საქართველოს ჯალათებზე წმინდანის ლამის შარავანდედის მოსხმა, ეს იქნებოდა ქართველების და აფხაზების ჯალათი გრაჩოვი, იოსელიანი, შევარდნაძე, კიტონი, ეს მე საერთოდ არ გამიკვირდება, მაგრამ აი იმ პატრიარქ მადიდებლებს მინდა გითხრათ, თქვენი პატრიარქი მიესალმება და მოუწოდებს ევროკავშირში ინტეგრაციას. ესე იგი თქვენც ტყილან უაფრიალებთ იმას, რა ქვია, ტყილან უწვავთ და ნუხებთ და ნუგლიჯავთ ამ ევროკავშირის დროშებს. თქვენ ხო თქვენი პატრიარქის გჯერათ, და გააგრძელეთ მომავალშიც ასე. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ნაკლებად მგონია პატრიარქი ახლა იმ დღეში არის და ისე უბედურ დღეში არის ჩავარდნილი და ისეთ იმაში არის, ის ახლა რამეს აზროვნებდეს, რამე განცხადებებს აკეთებდეს და საერთოდ იცოდეს რა ხდება სამყაროში კი არა, მის იმაზე რა ქვია. მის საპატრიარქოში ეგერე, მოთხოვეთ პასუხი მაგაზე ჯაღმაიძეს და შიო მუჯირს და სხვა უჯიშო ადამიანებს, რომლებითაც გადავსებულია საპატრიარქო. ეგ არის და ეგ. აი ამის თქმა მინდოდა თუ ვინმეს გაქვთ რაიმე კითხვები, დამისვით, ვეცდები ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გაგცეთ პასუხი. სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის საქმე არის ძალიან ცუდად. მეუნებიან სულ გლახაზე რატო ლაპარაკობ და გამაგებიეთ ერთი კარგი რა ხდება და ვილაპარაკებ კარგზე. ჩემო ძმაო, ზვიად გიორგი სააკაძის პიროვნებაში ვერ გარკვეულან და სტანისლავს გაუგებენო. რაშია ჩემო ძმაო საქმე, იცი? ჩვენ ძალიან სპეციფიკური ერი ვართ. და ძალიან ინდივიდუალისტები ვართ. ბევრი აზრი არსებობს, რამდენი ქართველია, იმდენი აზრი არსებობს და შეიძლება იყოს მოსაზრებები კონდეს ადამიანს, მაგრამ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს ისტორია. ისტორიამ უნდა გასცეს პასუხი და რეალურმა დოკუმენტებმა. რეალური დოკუმენტები კიდე რო გამოქვეყნდეს საერთოდ სინამდვილეში, რასაც უმალავენ საქართველოს და ქართველ ერს, მაშინ აღარ იქნება ეს ყველაფერი ასე. არ იქნება. მაგრამ რო კითხო ამ პირწავარდნილ იმგენს, რა ქვია, შიგ მედასავლეთებს, დღემდე ლუსტრაციის კანონი არ მიუღიათ. და რატო არ მიუღიათ ლუსტრაციის კანონი? იმიტომ რომ ჰელენე ხოშტარიასნაირი რუბლაძეები ბევრია. და ყველა ნაბოზვარი აგენტი, ვინც იყო სუკის აგენტი, ყველა სათავეშია. და თავის თავს ხوار დასჭია. ასია ქალბატონო, სამწუხაროდ ასია. ამაში ამ კაკების აგენტურაში როგორც ანაფორიანები, ასე უანაფოროები უამრავი იყო გაერთიანებული დღეს რო დემოკრატიაზე ლაპარაკობ. ის ღიათ რაცა ცნობილი ერთია, მაგრამ ღიათ ვინც არაა ცნობილი და რომელთა სახელი და გვარი არ გაუგია და შთამომავლობით მოღალატია, იმას თემურ ახლა ბევრ თემებს შევეხედა, ასე მოკლედ ვერ გეტყვი რა. ბევრი მსოფლიო ომის საკითხებს ეხებოდა და დღევანდელი პარადის ამბებს ეხებოდა და იმას რა ქვია, თურქი მესხების საკითხს ეხებოდა. არა, მაგ არ ვარ მაგით. ამ წუთში. ძმაო, მოხდება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაო.
ეხლა რა არის, იცი, მე ესა ერთი რაღაცა მიკვირს, იცი? ურთიერთობის აღდგენას ჩვენ რას ვეძახით? ურთიერთობის აღდგენა რუსეთს და საქართველოს შორის პარადოქსია. ორ ქვეყანას ერთმანეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული მიმართულება უმაღლეს დონეზეა ასული. ურთიერთობა რუსეთთან არაა გაწყვეტილი, არც ეკონომიკური და არც საზოგადოებრივი. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მე ძალიან მეეჭვება, რომ ამათ ხელში რაიმე მოხერხდეს. ერთ მხრივ იმას ვიტყვი, რომ შეიძლება ჯობდეს, რომ სანამ ესეთი ბლუკუნა ხალხი არის, რომლებსაც არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ, არანაირი გეგმა არ გააჩნიათ საქართველოს გადარჩენის და მმართველობის, სრულფასოვნად აღადგინონ ურთიერთობები. ესაა ჩემი პასუხი. იმიტომ რომ შეიძლება უარესად დააზარალონ და უარესად დააზიანონ ის ურთიერთობები, რომელი ურთიერთობებიც აი პოლიტიკოსების გარეშე ბუნებრივად ისევე სალგა და ჩამოყალიბდა ხალხთა შორის. ეს იქნება ფრენები, ეს იქნება ბიზნესი, ეს იქნება რა ვიცი, სხვა უამრავი რამ. გაცრავად. არა, და ამათი პოლიტიკური დიალოგი მე ჯერჯერობით წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამათ ჰქონდათ ბრწყინვალე შანსი, კიდე ერთხელ ვამბობ, რომ აი შარშან მაგალითად რუსებმა სპეციალურად არ მოიწვიეს აფხაზები და ოსები, ისინი სეპარატისტული რეგიონების, მადლობა, წარმომადგენლები წითელ მოედანზე პარადზე, მაგრამ ჩვენი მხრიდან უპასუხოდ დარჩა ეს ყველაფერი და თქმა უნდა გააგრძელებენ იმ თემას, რა თემაც აქვს ჩაფიქრებული. მადლობ ჩემო კარგებო. ეხლა დაგემშვიდობებით და ვისაც გაინტერესებთ, ჩანაწერი გამოქვეყნდება YouTube-ის არხზე და ასევე TikTok-ზე. თუ ვინმე ხართ TikTok-ზე, გამოიწერეთ ჩემი TikTok-ის გვერდი, მინდა მოვაძლიერო იქაც, რომ Facebook-ის და ამათ იმედად წერი იქნა. TikTok-ს განსაკუთრებით ვერ ბლოკავენ. არ ვცელდება ამათი მანდატი. შემოზალ, უფლის ციხე მარტო კი არა, მე დამისახელე საქართველოში ქართველიერი რას ფლობს. არაფერს არ ფლობს. საქართველოს ეროვნული სიმდიდრეები და საქართველოს ტერიტორია დიდი ხანია გაყიდულია და გადაცემული. ისევე როგორც საყდრისი, ისევე როგორც ბორჯომი, ისევე როგორც ის ჭიათურის მაღარო, ისევე როგორც ტყიბულის შახტები და ასე შემდეგ. ქართველი ერი არაფერს არ ფლობს. ესაა ფაქტი. სხვათა შორის 21 წელსაც ასე იყო. სულზე მოუსწრო მაშინ გასაბჭოებამ საქართველოს, თუ არა, მაშინაც ასე ჰქონდათ გაყიდული ჟორდანიას და იმ სულ აძაღლებულებს. თელი საქართველო გაგებული ჰქონდათ, სხვის ხელში იყო გადასული და გაკულაკება, რომ მოვიდა წაერთვა ყველაფერი და გადაეცა სახელმწიფოს და ხალხს. არა? 92 წლიდან ისევე დაურიგეს ყველაფერი. ყველა გამყიდველებს და ხალხი დატოვეს პირღია და მშიერი და ამ ხალხს მე მომენტ რო უკვირდები მეტი ეკუთვნის, იმიტომ რომ ღმერთმა დაგლოცოს ბატონობის ზინა. ტელეგრამის არხიც მაქვს, აზიმუტი ქვია, ნათია და შეგიძლია შემოგზავნდე და შემოგვიერთდე. უბრალოდ იქ ავტომატურ რეჟიმში იდება ეს ყველაფერი. კარგი, დაგემშვიდობებით, ახლა მშვიდობა მოგცეთ მაღალმა ღმერთმა და რა ვიცი, უკეთესის იმედი გქონდეს მომავალში. აიც.